ბიტოქსის შექმნის პროცესში შენ იყავი ერთ-ერთი თანაავტორი, შენი ნათლია. ნებისმიერი გამოცდილება მნიშვნელოვანია. მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის დაინსტიტუტზე სიარული. რაღაც მომენტში მიიღე გადაწყვეტილება დაბრუნებული იყავი საქართველოში. თავარია მიაგნო აი შენ კატალიზატორი. ყველა ფაუნდერი კარგი მენეჯერი არ არის, ყველა მენეჯერი კარგი ფაუნდერი არ არის და აი თუ ორივე ხარ, ხო ძალიან მაგარია. მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, რომ მე ვარ ძალიან კარგი დამწყები. საინტერესო არის ის გზა, რაც გაიარე, იმიტომ რომ რაღაცა ჩემ აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე. ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ ძალიან გავს ბიზნესი ფლობელი. რა გამოწვევები აქვს მაშინ? მე ყოველთვის ვიყავი მოუწვენარი და ეხლა ეგრე ვარ. კარგი კითხვა. მოგესალმებით, ჩვენ შემდეგი ეპიზოდში სტუმრად არის დაჩი ციცქიშვილი. ჩემი დიდი ხნის მეგობარი, რომელთაც ჯერ კიდევ პირველ სეზონში მინდოდა რომ გადაცემა გქონოდა, თუმცა როგორც ჩანს, ყველაფერს თავის დრო აქვს და ამ სეზონზე მაქვს შესაძლებლობა გაგიზიაროთ გამოცდილება ადამიანისა, რომელიც მოხვდა ენერგეტიკაში, დღეს არის კოუჩი, აქვს სტარტაპებთან შეხება, აქვს რამდენიმე ინვესტიციებში თვითონ მონაწილეობა მიღებული და დარწმუნებული ვარ გაგვიზიარებს და გაგიზიარებთ თქვენ როგორც მაყურებელს, ასევე მსმენელს იმ ინფორმაციას, რომელიც თქვენი სტარტაპისთვის, თქვენი საქმიანობისთვის თუ გადაწყვეტილებების მიღებისთვის შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი იყოს. სალამი დაჩი, როგორ ხარ? კარგი, ჯერო. არა მიშავს, როგორც იქნა მოხვდი. აქაც, იმიტომ რომ მსმენელისთვის და მაყურებლისთვის ალბათ თავიდანვე მნიშვნელოვანია იცოდეს, რომ ბიტოქსის შექმნის პროცესში შენ იყავი ერთ-ერთი თანაავტორი ამ პროექტის პირველ სეზონზე და დღეს რო ბიტოქსი არსებობს, შენი ნათლია, ხო, იმიტომ რომ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ბიტოქსი, შენი და ხელოვნური ინტელექტის დამსახურება არის. ასე რომ თავიდანვე მინდა იცნობდეთ დაჩის როგორც ერთ-ერთ თანაავტორს ამ პლატფორმის შექმნის დღიდან და დღეს უკვე როგორც კონსულტანტი, როგორც მეგობარი და გულშემატკივარი შემოგვიერთდა და ერთი სული მაქვს გაგვიზიაროს თავისი გამოცდილებები. დავიწყოთ სუთავიდან. დავიწყოთ ხაშურიდან, როცა კი, როცა საერთოდ სხვა ინტერესები ქონდა ალბათ, ვიდრე დღეს აღმოაჩინე, რომ დათო, მაშინ დავითი დათუნა, როცა დარბოდა და სხვა მიზნები ქონდა, აღმოჩნდა სულ სხვა ინდუსტრიაში და დღეს ენჯელ ინვესტორი ხარ და კოუჩობ და სხვადასხვა ჟიურის წევრი ხარ და გაქვს შეხება უამრავ სტარტაპთან თუ მენეჯერთან, რომელიც მართვაში არის. რო აფასებ ამ სხვაობას, აი სად ხარ? ბიჭო, წრეზე ბრუნავს რა, მე მაქვს ესეთი ერთი ვიდეო მაქვს რა, 5 წლის რო გავხდი, მოკლედ დაბადების დღეს ვიდეოა. დაბადების დღეში? დაბადების დღე, ხო. მოკლედ მამა ჩემს ჰქონდა მაგისი ფუფუნება, რომ ვიდეო კამერით გადაეღო. ეს 90-იანი წლების დასაწყისია და მოკლედ იქ ეს სამბორბლიანი ველოსიპედი მყავს რა. და დავდივარ და ესე რაღაცა დრიფტავ რა და არაფერი არ იცლება. ეხაც მოტოციკლებია ჩემი ჰობი. ისევ ის ინტერესები არაფერი არ იცლება. რატო თვალია სხვა? ეხლა მაშინ თუ 3 თვალი იყო დღეს. ცოტა მეტი გამოცდილება. ეხლა 2 ბორბალია, კი და მე უმიზნებ რომ ერთზე გადავიდე. ხო, ისე ხუმრობა რომ იქით იყოს ტექნოლოგიები რა. ანუ ეგ იყო ჩემი, მოკლედ აი ეხლა ხანს ვყვებოდი რაღაცა ჩემ ახალ შეძენილ მეგობარს ვყვებოდი რომ 9 წელს რო გავხდი მოკლედ კომპიუტერი რომ აჩქეს თამაში კი არ იყო ჩემი ინტერესი არამედ როგორ მუშაობდა და მახსოვს რომ მამა ჩემს ერთხელ ეგეთი შეკითხვა დავუსვი რომ მეთქი აი ეს floppy disks-ზე ინფორმაცია რო იშლება მე სად მიდის თქო და მახსოვს მაგარი დაბრუნებული სახე ქონდა რა და ტექნოლოგიებმა მიმიყვანა იქ რომ მოკლედ ინტერესი, აი ეს რაღაც ინჟინრული ინტერესი სულ მქონდა რაღაცეებისადმი რა. და მეორე იყო ეს რაღაცა ცხოვრების ბექგრაუნდი ბავშვობაში, როცა ყველაფერთან მქონდა შეხება, ანუ მუსიკასთან, ხელოვნებასთან, თეატრთან და ასე შემდეგ და ჭიდაობასთან სამწუხაროდ არა, მაგრამ ხო ალბათ ეგეც კარგი იქნებოდა რომ რა ყურები გადარჩა ცოტა.
თუმცა ამას იმიტომ ვამბობ ხოლმე და ყველა ჩვენ სტუმარს ვეკითხები, რომ რამდენად მნიშვნელობა აქვს ბავშვობიდან რაღაც ინტერესებს, თუნდაც იმ თამაშებს, ან იმ აქტივობებს, რითაც იყავი დაკავებული იმ გარემოს, სადაც გაიზარდე, რომ მოსულიყავი დღემდე დღეს სადაც ხარ. იმიტომ რომ ის შენ კომპიუტერის ინტერესებით საბოლოოდ მიხვედი იქამდე, რომ ჯერ ჩააბარე ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე, ამ მიმართულებით ისწავლე და შემდეგ კარიერული პირველი ნაბიჯებით ზუსტად ამ მიმართულებით გადადგი. კი, 10 წელი ვიმუშაე IT სფეროში. იდეაში ანუ მე მგონია, რომ რაც უფრო მეტად ვინტერესდები განათლებით და ზოგადად ეს დაწყებითი განათლებით მგონია, რომ რაც უფრო მეტი კრეატიულობა აქვს ბავშვს და ადამიანს, მოკლედ მით უფრო მარტივად პოულობს მე რაღაცას რა და ალბათ ეგ იყო, რომ აი ჩემი მშობლები ყოველთვის მაძლევდნენ იმ საშუალებას, რომ ბევრი რამე მეცადა. ძალიან. და ალბათ ეგ იყო მე რომ ინტერესი რაღაცებში მიღვივდებოდა და მე რაღაცებს ასე ვთქვათ ვცდილობდი. კი, IT სფეროში ვიმუშავე 10 წელი ბევრგან პოზიციაზე და მე ვფიქრობ, რომ აი ხშირად მაქვს ხოლმე ხა რაღაცები ახსენე შენ რაშიც ვარ ჩართული და როცა ძალიან ადრეულ ასაკში ბიზნესი იწყებენ ხოლმე და მენეჯმენტში გამოცდილება მე არ ყოფნით, იმიტომ რომ სხვაგან ამუშევარი არ აქვს. თუმცა შევხვედრილ ვარ 13 წლის ფაუნდერს, რომელიც მართავდა თავის სტარტაპს რა. და კარგად. წარმატებით გეიმინგ სტარტაპი ტალინში მახსოვს, ესტონელი ბიჭი იყო, შევხვდით და ესეთი კითხვა დაუსვი რომ მეთქი ვის ასაქმებთ რა და ჩემზე ცოტა პატარებს, ცოტა მეთქი რაღაცა კანონი არ კრძალავს ამ რაღაცეებს და ანუ აი რავი მუშაობდნენ და ადრეულ ასაკშივე რაღაცა თამაშებს აკეთებდნენ ბავშვები და მშობლების ასე ვთქვათ ზედამხედველობით რაღაცა სტარტაპი ჰქონდათ გაკეთებული. თუმცა შენ გაგიმართლა, რომ შენი კარიერის ზრდის პროცესში ყავდა ისეთი დამსაქმებელი, ისეთი პარტნიორები თუ გუნდის წევრები, რომლებმაც მოგცეს გამოცდილებები დაგეგროვებინა. გასაგებია, შეიძლება ეს ყოველთვის კარგი არ იყო ეს გამოცდილება, თუმცა საბოლოოდ როცა მიდიხარ და რაღაცა შენს პირად გამოცდილებაში ან ცოდნაში კონვერტირდება ეს ყველაფერი, ცუდის და კარგის ყველაფერი გამოცდილება არის. ყავდა არაქართველი დამსაქმებელიც, როცა და რამდენად გქონდა, თქო, შედარების საშუალება მაშინ და როცა ადარებდი, რა სხვაობები იყო? იცი როგორ არის? მე ანუ მოკლედ გამოცდილებებს რო შევეხო, ანუ მე მგონია, რომ ნებისმიერი გამოცდილება მნიშვნელოვანია რა. და ცუდიც და კარგიც რაღაცა ისეთია რა, სუბიექტური, ანუ რაღაცას ვაფასებდით ამას წინათ და ეგეთი მოკლედ ეგეთი იმამდე მივედით, რომ მოკლედ ყველაზე მოკლე დროში, ვისაც აქვს ბევრი გამოცდილება, მე იმას უფრო რაღაცების აშენება უმარტივდება და რაც უფრო გაწელილია შენი გამოცდილებები, მით უფრო გვიან მიდიხარ რაღაცეებამდე. ნუ ესეთი დასკვნა გავაკეთეთ რა და მე მქონდა ძალიან კარგი და რა ვიცი, საინტერესო გამოცდილებები. რაც შეეხება სხვაობებს, კი, ანუ იდეაში შეიძლება ითქვას, რომ მე ვისწავლე ბიზნესის საწყისები ერთ-ერთ ჩემ ბოლო დამსაქმებელთან და ეს იყო, ანუ ესე მარტივად რო ავხსნა მათემატიკის მნიშვნელობა ბიზნესში რა და ციფრების მნიშვნელობა ბიზნესში. თუმცა მე არ ყოფილვარ მენეჯერულ პოზიციაზე, მაგრამ რაღაცა ჩემი ის იყო ყოველთვის, რომ მაინტერესებდა როგორ კეთდებოდა, როგორ იყიდებოდა, როგორ სრულდებოდა, როგორ ემსახურებოდნენ ამ თუ იმ კონტრაქტს და მოკლედ აქედან მივიღე ინსპირაცია და ზოგადად ყველა სამსახურიდან რაღაცა ინსპირაცია მივიღე ასე. და რამდენად მნიშვნელოვანია აი კომპონენტი გქონდეს როგორც გამოცდილება, როცა ვთქვათ დასაქმებულიდან გადადიხარ დამსაქმებლის პოზიციაზე და უკვე შენ ხარ იმ კულტურის, იმ გარემოს, იმ აურის, იმ არ ვიცი, მიმართულების თუ კონცეფციის შემქმნელი. იცი როგორ არის, მე მგონია, რომ მოკლედ ყველას გვაქვს რაღაც სუბიექტური გამოცდილებები რა და ეხა არ მინდა რომ მაყურებელმა ისე გაიგოს რომ რაღაცა თუ არა აქვს, რაღაცას ვერ გააკეთებს რა. მე მგონია რომ ანუ მთავარი ამბავი მანდ არის ტრიგერი, რომელიც
ყველას სხვადასხვანაირად აქვს ეს ტრიგერი რა. ვიღაცისთვის არის ეს შვილი, ვიღაცისთვის არის რაღაცა ტრაუმა, ვიღაცისთვის არის რაღაცა დიდი ცვლილება, ანუ მოკლედ ვიღაცისთვის შეიძლება შექება. კი. აი მაგალითად, ჩემთვის ტრიგერი ხშირად უფრო ნეგატიური იყო ხოლმე და რაღაცაში წარუმატება, ან რაღაცაზე იმის მითითება, რომ ვერ უფრო ან პირიქით ესე ჩვენ თაობას ყოველთვის აქვს ხოლმე მახასიათებელი და ნეგატიური გამხიზიანებელი. კი. და მაგალითად, რა ვიცი, ჩემ შვილს პირიქით, ანუ როცა მას რაღაცა ძალიან, ასე ვთქვათ, პოზიტიური მას ფიდბექს მისცემ, პირიქით უფრო მოტივირდება რა და მე მგონი, რომ ეგ ინდივიდუალური არის და მთავარია მიაგნო აი შენ კატალიზატორს, როგორც ერთ ჩემი მეგობარი იძახის, რომ აი კატალიზატორი უნდა იპოვო რა და ეს კატალიზატორი შეიძლება იყოს გარემო, შეიძლება შენ თვითონ მიაგნო, შეიძლება არ ვიცი რაღაცა ამბავი გადაგხდეს და ასე შემდეგ რა. ეხლა მინდა შევეხო საკითხს, რომელსაც ეხლა უფრო ხშირად გაქვს შეხება რა და მეც როცა მქონდა ხოლმე ან ტრენინგები თუ ვორქშოპები, უფრო ადრე უფრო ახალგაზრდობაში, ესე ვიტყვი, უფრო თამამად ვეუბნებოდი ხოლმე, რომ იცით რა, რომ გადადგით დამოუკიდებელი ნაბიჯი, რაღაც დამოუკიდებელი საკუთარი შექმნით, იცი რა, ინიციატივები გამოიჩინეთ, მაგრამ ეხლა აღმოვაჩინე და უფრო ვწმუნდები ამაში, რომ ყველასი არ არის დამოუკიდებლობა, ყველასი არ არის ბიზნესი, იმიტომ რომ ბევრ რაღაცაზე უარის თქმა გიწევს. შენი კუთხით როგორ არის ეს და რამდენად რა არის მნიშვნელოვანი იმისთვის რომ ვიღაცამ გადაწყვიტოს რომ ეხლა თავისი ბიზნესი გააკეთოს. ხო, ეგ იდეაში რაც ვაკეთებ ეხლა ეგ არის რა. ანუ ვაინსპირირებ ადამიანებს გააკეთონ ბიზნესი. კი, ანუ არ არის მოკლედ ყველასი ეგ ცალსახა და მე ცოტა რაღაცა პატარა დიფერენცირებასაც გავაკეთებდი რომ მოკლედ ენტერპრენერშიპს და ბიზნეს და სტარტაპერობას მოკლედ ბიზნესშიც რაღაცა არის სხვაობები რა. არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მაგრად აკეთებენ სტარტაპებს და ვიცნობ შესანიშნავ ადამიანებს, რომლებიც რამდენიმე სტარტაპი გააკეთეს და აექსიტეს და თავიდან დაიწყეს. არიან ადამიანები, რომლებიც ვერ პოულობენ საკუთარ თავს ტექში და მაგრამ ძალიან კარგად აკეთებენ კლასიკურ ბიზნესს. არიან ადამიანები, რომლებიც არ ვიცი, რაღაცა სწავლი შემართება აქვს და мотиваცია, რომ სწრაფად გაზარდონ რაღაცა მიმართულებები. ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ რომ დაუბრუნდეთ წინა კითხვას, მოკლედ მთავარია რაღაცა იპოვო შენი ელემენტი რა არის და იმ ელემენტით მე მიდიხარ. რაც შეეხება ჩემ ამბავს, ჩემი ამბავი ესეთია, რომ მოკლედ დავინახე ჩემი ღირებულება იმაში, რომ ადამიანებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ შე როგორც თქვი, ცოტა ასე მეზღვაურის სინდრომი, მე მგონი ეგეთი დეფინიციაა, რომ მოკლედ წინსულელო მეზღვაურო, მოკლედ ადამიანი, რომელიც მიდის სადღაც, საითაც რა ვიცი, არ იცის სად მიდის, ზუსტად, მაგრამ აუცილებლად მივა ხმელნეთამდე. ეგეთ ადამიანებს, ხო, ვცდილობ, რომ რაღაცა ჩემი ხედვა და ჩემი გამოცდილებები გაუზიარო. ვცდილობ, ანუ რამდენიმე, ასე ვთქვათ, კატეგორიად რო ავიღოთ რა, ვისთანაც მუშაობ ყოველდღიურად, ეს არიან სტარტაპერები, ფაუნდერები, რომლებსაც მოკლედ სწრაფად უნდათ გაზარდონ და აქ ჩემი უნიკალური ღირებულება არის ხოლმე, რომ როგორც ინვესტორი ესეც ვცდილობ, რომ დავანახო რაღაცები და როგორც ფაუნდერსაც მაქვს ნულიდან რაღაცების გაკეთების გამოსება და ორივე მხრიდან ეს უნიკალური პერსპექტივაა ხოლმე რა. არიან მოკლედ C-level-ის corporate C-level-ი, ანუ ასე ვთქვათ, ადამიანები, რომელსაც კორპორატიულად ხო ძალიან დიდი გზა გაიარეს და ამ ადამიანებს მოკლედ ეხა უნდათ რომ საკუთარი ბიზნესი დაიწყონ და შეიძლება არ იყოს ეს სტარტაპი, მაგრამ რაღაცა ბიზნესში უნდა წასვლათ და როგორც წესი ძალიან დიდი ტრანსფორმაცია საჭირო, იმიტომ რომ კარგად დაინახო რომ იქ აღარ ხარ და მოკლედ მაგ ზომის დილების დახურვა ცოტა ძნელია, როცა ნულიდან იწყებ. და მესამე კატეგორია არის ადამიანები, რომლებიც დაიწყეს უკვე რაღაც და უკვე early stage-ში რაღაცა დაუშვათ მიღებული აქვს შემოსავალი, რაღაც კლიენტები ყავთ და არის ხოლმე ეგრეთ წოდებული stuck, ანუ გაჭედილები არიან რა და რაღაცა ვეღარ ვითარდებიან, რომელიც ძალიან ბუნებრივია და ყველა SME-ის მოკლედ
თუ არ ვწდები იყო 70-იანი წლების ან 60-იანი წლების კვლევა ამერიკაში. აღარ მახსოვს ავტორი, მაგრამ ძალიან საინტერესო იყო, მოკლედ ეს small and medium business-ის განვითარების ეტაპები. და ესე წლებით იყო პირდაპირ აღწერილი, რომელიც ძალიან დღესაც ძალიან აქტუალურია რა, როდესაც მესამე მეხუთე წელს თუ ფაუნდერი ისევ ბიზნესშია, მოკლედ დგება რაღაცა ეტაპები და მოკლედ ეს ამ ნაწილში ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ჩემი კონტრიბუცია შევიტანო ამაზე. თან მithumetes ამ საფეხურებს არ აქვს ეროვნება, იმიტომ რომ ყველა ბიზნესი არის ეროვნების მიუხედავად ერთი ენა და ერთი მიმართულება. კი, შეხება მაქვს როგორც ქართველებთან, ასევე ბევრი ქვეყნის სხვადასხვა ადამიანებთან და ეს კვლევაც როგორც მახსოვს არის მოკლედ ინდუსტრია აგნოსტიკა, ანუ არ ეფუძნება რომელიმე ინდუსტრიას რა და ამიტოა უნიკალური რომ ყველაფერს ერგება რა. თუმცა ხო, ანუ მსგავსი ტიპის რაღაცა გამოწვევები აქვს ყველას რა, ანუ არ არის რაღაცა რადიკალურად განსხვავებული. უბრალოდ არის ეკონომიკის ზომები და ინდუსტრიები, რომელსაც რაღაც უნიკალური მახასიათებლები აქვს, თუმცა ძირითად ნაწილში მსგავსი ტიპის გამოწვევებს ვაწყობთ. სანამ ეპიზოდი დასრულდება, ჩვენი პარტნიორის შესახებ გიამბობთ. Bitox ახალი პარტნიორი ყავს IBCCS Tax საქართველო. საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო და იურიდიული საკონსულტაციო კომპანია, რომელიც ჩვენც გვიწევს მომსახურებას. თუ ფიქრობთ, რომ გჭირდებათ მაღალი ხარისხის იურიდიული, საბუღალტრო ან საგადასახადო სერვისები, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ და მიიღოთ მათგან ევროპული ხარისხის სერვისი. ახლა კი დაუბრუნდეთ ეპიზოდს. ეგ თემა რო კიდე უფრო გავშალოთ, შენს კარიერასაც რო გავყვეთ, იყო რაღაცა პერიოდი შენ ცხოვრებაში, როცა ჯერ როგორც დასაქმებული წახვედი, საზღვრებს გარეთ და გქონდა შესაძლებლობა, რომ არაქართულ კომპანიასთან საზღვრებს გარეთ გემუშავა და მერე შენ ცხოვრებაში იყო პერიოდი, როცა შენ თვითონ საცხოვრებლად გადახვედი სხვა ქვეყანაში. ამ პერსპექტივიდან რომ შევხედოთ, რა სხვაობებია ქართულ ეკონომიკაზე, ქართულ დამსაქმებელზე, ქართულ ბიზნესის ფორმაზე, ქართულ ბიზნესის კეთებაზე, იმიტომ რომ ბევრი ეტაპი გაიარა რა ქართულმა ეკონომიკამ, თუმცა მე ვამბობ, რომ ჯერ კიდევ საწყის პირველი თაობაა, ჯერ კიდევ მართვაში ქართულ ეკონომიკის, შეიძლება რამდენიმე მეორე თაობა, თუმცა მაინც ახალია, ახალგაზრდაა. კი, ახალგაზრდაა, ეხლა ქართულ ეკონომიკაზე ბევრი შეგვიძლია ველაპარაკოთ და მგონია რომ ხო, ეხლა დგავს ნაბიჯებს რა, ანუ ეხლა ჩდებიან ბიზნესები და ბიზნესმენები, რომლებმაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რაღაცა კაპიტალის შექმნა დაიწყეს და ჩემი აზრით ხო, საკმაოდ ახალგაზრდაა ეს ყველაფერი, თუმცა რა თქმა უნდა არიან ძალიან გამოცდილი და ძალიან ძლიერი ბიზნესმენები ძველი თაობებიდანაც. ჩემი გამოცდება ეგეთი იყო, კი, მოკლედ მუშაობდი ბოლო 5 წელი უცხოელებთან, თუმცა ბაზა იყო საქართველო, მაგრამ მქონდა შეხება მოკლედ ცენტრალური აზიის ქვეყნებთან. შემდეგ დავიწყეთ დაახლოებით 10 წლის წინ ჩვენი პირველი ბიზნესი, რომელიც იყო IT related business, IT-სთან დაკავშირებული ბიზნესი. შემდეგ გავზარდეთ ეს ბიზნესი წარმატებით, დავაშენეთ ამას მოკლედ ბევრი სხვა ბიზნესი და ნუ ჰოლდინგად ჩამოყალიბდა საბოლოოდ რაღაცები, რასაც ვაკეთებთ. კი, მქონდა გამოცდილება ცხოვრების და ბიზნესის კეთების რამდენიმე ქვეყანაში და ნუ შედარება ცოტა რთულია ჩემთვის, იმიტომ რომ მოკლედ ძალიან განსხვავდება ბევრი რაღაცა რა. ეხლა მაგალითად ევროპაზე რო ველაპარაკოთ, ევროპაში არის საკმაოდ რეგულირებადი, დარეგულირებული და ასე ვთქვათ, ესეთი საკმაოდ მიწყობილი ეკონომიკა, რომელშიც სხვანაირად კეთდება საქმე და ნუ საქართველოს როგორც წეგანაღმაშნეთ არის მზარდი და ახალგაზრდა და მოკლედ აქ ბევრად უფრო სწრაფად და აქტიურად ვართ მიჩვეული რაღაცა. ინიციატივებისთვის უფრო ღია. კი, ეგ ახლა ცალსახად უნდა ითქვას, რომ ანუ მოკლედ ease of doing business, ანუ მარტივად კეთებადია ბიზნესი საქართველოში, ვიდრე რიგ ევროპულ ქვეყნებში, მინდა ვთქვა. თუმცა მე მაინც გონია, რომ საბოლოოდ რაღაცა ესეთ ეკონომიკის დასთან ერთად და რეგულაციების მატებასთან ერთად ეგ იცვლება ხოლმე რა. მაგრამ სწრაფად რაღაცის განსავითარებლად, ნაკლები რეგულაცია და ის ყველაფერი ბენეფიტი რა ჩვენ გვაქვს, მე მგონი, რომ ძალიან საინტერესო არის რა.
შედარებისთვის და მარტივი შედარებისთვის, ну, რა ვიცი, შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, აი, ეხლახანს დავბრუნდი გერმანიიდან და ვიყავი რამდენიმე ბიზნესში, მოვინახულეთ და, ну, რა ვიცი, 200 წლიანი ბიზნესები და 250 წლიანი ბიზნესებია რა, მაგალითად ერთ-ერთი შუშხუნა ღვინის წარმოებელი იყო, რომელმაც თქვა, რომ 1800, მეგონი 250 წლის იყო რა. ვარ. ხო. და, ну, ეგეთი ბიზნესები ჩვენ არ გვაქვს. და შესაბამისად ჩვენ სხვანაირად ვაკეთებთ რაღაცებს და ისინი სხვანაირად აკეთებენ. თუმცა ეს სია ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უსასრულოდ რა. სხვაობები რატოა და როგორ არის და საიდან მოდის. საკუთარ წარმოებაზე და ბიზნესის სტრუქტურაზე ამბობდი და დღეს ვიცი უკვე ჰოლდინგური არის და რამდენიმე სხვადასხვა ინდუსტრიაში და მიმართულებები აქვს შესაქმიანობას, თუმცა საწყის ეტაპზე და მთელი ამ პროცესის განმავლობაში შენ გვერდში ყავდა პარტნიორები, რომლებიც სინერგიას ქმნიდნენ, რომელიც იმ მისიას ემსახურებოდნენ, რომელიც ერთად დაისახეთ, რამდენად მნიშვნელოვანია, რამდენად გამოწვევაა, იმიტომ რომ მთელი პროცესები აქვს ამას, ხო, ხანდახან მეგობრები, მერე ბიზნესი, აი ეს გამოცდილება რო გაგვიზიარო. მოკლედ ვერ ვიმახსოვრებ ავტორებს და რაღაცებს, ეს ჩემი პრობლემაა, ამიტომ ანუ ასე ვთქვათ, ვერ ვიძახი მითქვა. ჩემი მეგობარი ვითხრა, რომელსაც ისტორია ძალიან უყვარს, მაგრამ სახელები და წლები ეშლება. ეგრე ვარ. მაგრამ ვიმახსოვრებ ხოლმე იმას შინაარსს და შინაარსი ეგეთია, რომ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ცხოვრებაში, კითხვა ესეთია რესპონდენტისადმი და მოკლედ რესპონდენტი, რომელიც ცნობილი მილიარდელია, ამბობს ესეთ რაღაცას, რომ მეორე ნახევარი. და მე ვამატებ ხოლმე, რომ ბიზნესში მეორე ნახევარი არის პარტნიორი რა და პარტნიორი, ხო, აი ჩემ შემთხვევაში იყო ხოლმე ძირითადად ეს როგორი იცი, აი პირველად მახსოვს, აი პირველად რო დავიწყეთ პირველი კომპანია, ანუ როგორი რაღაც იყო, იცი, რომ მოდი გავაკეთოთ რა, აი ეს გავაკეთოთ, ის გავაკეთოთ რა, აი არ ყოფილა არც გეგმა, არც რატო, არც და რაც თქვით ის საერთოდ არ გავაკეთებია და საბოლოოდ საერთოდ სხვა რამე გავაკეთეთ, მაგრამ იქამდე იყო ცდა მოკლედ, რომ ყველაფერი ვცადეთ, რაზეც ერთად ვიძახდით, რომ მოდი ეს ხო არ, აუ ეხა ეს უნდა აი ეხა ეს და მე მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ერთი რომ პარტნიორი, მაგრამ აი შენ რას თქვი რა, რაღაცნაირი ხედვა უნდა იყოს ალბათ, ერთნაირი და მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ თუ ბიზნეს პარტნერის შერჩევა ჯობია რომ სხვანაირი ხედვა იყოს, იმიტომ რომ დაბალანსდეს, მაგრამ მეორე ნაწილია, რომ რაღაცა ერთიანობა უნდა არსებობდეს ალბათ, საითაც მივდივართ. და ეს შეიძლება იყოს ძალიან მარტივად რა, ვიღაც იყოს ლიდერი, რომელიც არის ვიჟენარი, ვიღაც იყოს კარგი ეგზეკუტივი, ანუ მოკლედ ეს არ არის აუცილებელი, რომ რაღაც ლიდერშიპ როლში გამოიხატებოდეს, რომ არა მე ვარ და რაღაც. თავარია ბალანსი და ბალანსი ჩემი აზრით დგება, როცა რაღაც ერთმანეთს ავსებენ. ხო და ჩემ შემთხვევაში იყო ესეთი რაღაცები, რომ მოკლედ მეგობრობიდან არ დაწყებულა არც ერთი პარტნერშიპი, მაგრამ მე გადაზრდილა ხოლმე რა. და რაც შეეხება მეგობრობიდან დაწყებულ ბიზნესს, ან ოჯახის წევრობიდან დაწყებულ ბიზნესს, მე ყოველთვის ვამბობ ხოლმე, რომ ეს არის დანის წვერზე სიარული. მოკლედ ძალიან საფრთხილოა, ну ქართულ რეალობაში ვთქვათ, მოდი, იმიტომ რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს ერთმანეთთან, მეგობრობას ახლო ვიცით, რაღაცა ნათესაობაც ყველაფერი და მე ბიზნესს აქვს ჩემი აზრით, მოკლედ ცივი გონების გადაწყვეტილებები, რომლებიც შეიძლება ვიღაცის ინტერესს აზიანებდეს, ან ვიღაცისთვის იყოს საწყენი. ან სუბიექტურობის აღქმა დაგაკარგინოს რაღაც გადაწყვეტილებების დროს და უბრალოდ ობიექტურობა დაგაკარგინოს და უფრო სუბიექტური გადაწყვეტილება მიიღოს. რაც საბოლოოდ დამაზიანებელი იქნება ბიზნესისთვის და მე ვფიქრობ, რომ თუ ჩვენ ორივეს გვაქვს მიზანი, რომ რაღაცას მივაღწიოთ, ჩვენი ერთმანეთისადმი ურთიერთობა მნიშვნელოვანია იმ მიზნის მიღმა და ის მიზანი არის რაღაცა, ასე ვთქვათ, ამომავალი წერტილი. ნუ მე ესეთ ხედავ. დაჩი
შენ საზღვარგარეთ ცხოვრების პერიოდში რაღაც მომენტში მიიღე გადაწყვეტილება რომ დაბრუნებულიყავი საქართველოში და აქ დაიწყე წარმოება. ანუ ბიზნესის კეთების ერთ-ერთი ყველაზე ესეთ ფორმა ჩემი აზრით, რომელიც ყველაზე მეტ ჩართულობას, ყველაზე მეტ ყურადღებას, იმიტომ რომ აქ არის ლაპარაკი ხარისხობრივად მაღალი, იმიტომ რომ აქ ლაპარაკი ენერგეტიკაზე, მაღალი სიზუსტის პროდუქტის წარმოება, რომელიც ბევრ რისკებთანაა დაკავშირებული თუ კი რამე შეცდომას დაუშვებ. თუმცა ეს ყველაფერი დღეს იწარმოება საქართველოში, შენი კომპანიის მიერ და მიეწოდება არამხოლოდ ქართულ მყიდველებს. კი, VDC არის მოკლედ ჩვენი კომპანია, ენერგეტიკული კომპანია, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ უკვე რამდენიმე წელია. VDC-ს აქვს წარმოება საქართველოში, ვაწარმოებთ სატრანსპორტო ქვესადგურებს. ეს წარმოება არის ძალიან ნიშური, მოკლედ ძალიან ცოტა კომპანიაა და ცოტა ადამიანი, ვინც ამას აწარმოებს. და კი, ეხა ვართ იმ ეტაპზე, იდეაში აი 2 წელი გავიდა დაახლოებით, რაც დავიწყეთ ეს წარმოება. და ეხა ვართ უკვე იმ ეტაპზე, რომ საექსპორტო, ასე ვთქვათ, პოტენციალის ათვისებას ვიწყებთ რა. ხო, აქაც ჩემი პარტნიორი, დიტო, რომელიც მართავს VDC-ს და არის დირექტორი ამ კომპანიის. მოკლედ დიტოს ბექგრაუნდი არის ენერგეტიკაში და ასე ვთქვათ, ერთბაშად ერთდროულად დავინტერესდით და განვითარდით ამ ამბავში. და მოკლედ ჩვენი ორივეს ხედვა არის, რომ თუ რამე made in Georgia შეიძლება იყოს ღვინის, ტურიზმის და იმ ძალიან დიდი და ცნობილი და მაგარი სფეროების იქით, ენერგეტიკა. ჩვენ გვაქვს უზარმაზარი ჰიდრორესურსი, 80% ჩვენი ენერგეტიკის არის ჰიდრორესურსი. ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პოტენციალი და ამ ქვეყანას მგონია, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს ენერგეტიკაში და ამ სფეროს ვავითარებთ, თუმცა ჩვენ არ ვართ გენერაციაში, ჩვენ ვართ დისტრიბუციაში და კრიტიკულ ენერგოუზრუნველყოფაში და მგონია, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და გამოწვევებით სავსე მიმართულება ენერგეტიკაში, რომელსაც ვცდილობთ, რომ ჩვენ პატარა წვლილი შევიტანოთ. მოდი კითხავ შენს ერთ გამოწვევაზე და შენს აზრს ამასთან დაკავშირებით, როცა, იმიტომ რომ იყო პერიოდი, როცა შენ აქტიურად მენეჯმენტში იყავი ჩართული და პროცესებს მართავდი. მაგრამ რაღაც მომენტში შენ თქვი, რომ მე უნდა გამოვიდე და არის ბიზნესები, სადაც პარტნიორები გახდენთ მართვაში და არიან, სადაც დაიქირავეთ და ახალი გუნდის წევრები შემოგემატნენ, რომლებიც ამ კულტურას თუ შენს ხედვას თან გაერთიანეთ. რამდენად რთულია, როცა ის, რასაც აშენებდი, ის, რაც A to Z თავიდან ნაკაწრებიდან იცოდი და იდეიდან იცოდი და აბარებ სხვას მართვაში. თუნდაც პარტნიორს. ძალიან რთულია. რეალურად ძალიან რთულია და მაგრამ ანუ მე მოკლედ მე მჯერა ესეთ რაღაცას რა, რომ ყველა ფერმას ჭირდება რაღაცა თავისებური მიხედვა, ყველა დაუშვათ რა ვიცი, წარმოება სჭირდება და ანუ რა თქმა უნდა, ყველაფერი სწავლადია. მე ჩემ თავთან მიმართებაში მარტივ ჭეშმარიტებას მივხვდი, რომ მე ვარ ძალიან კარგი დამწყები. ანუ ადამიანი, რომელიც ნულიდან იწყებს რაღაცა 5-10 ადამიანს მართავს, იმიტომ მე არ ვარ მენეჯერი, მე ვარ ენტერპრენერი, ლიდერი, რომელსაც შეუძლია რაღაცა ეს პირველად ის park ასე იგი მუხტი შეძინოს რაღაცა და მე მგონია, რომ მე ძალიან მნიშვნელოვანია ის ადამიანები, რომლებიც მენეჯერები, რომლებიც ამას სხვა საფეხურზე აიყვანენ. ჩემ შემთხვევაში იყო ისეთიც, რომ დაწყებაში რაღაც წვლილი შევიტანე, იყო ისეთი ბიზნესი, რომელსაც მართავდი და მე პარტნიორს გადავაბარე, იყო და არის ეგეთი, სადაც ქირავთ მენეჯერებს. თუმცა, ანუ ერთი რაღაცა რა, მე მგონია, რომ მოკლედ თავარია შენ სადპოულობ შენ თავს და შენ რა შეგიძლია კარგად რა. და ჩემი აი ესე დაკვირვებით ბოლო ეს მენტორშიპებიდან რას ვაკვირდები ხოლმე, მოკლედ ყველა ფაუნდერი კარგი მენეჯერი არ არის,
ყველა მენეჯერი, კარგი ფაუნდერი არ არის და აი თუ ორივე ხარ, ხო ძალიან მაგარია რა, მაგრამ მე რასაც ვაკვირდები, skill set-ი არის ძალიან განსხვავებული რაღაცა ერთობლიობა არის, უნარები საჭირო რომ თანაბრად მაგარი იყო ორივეში რა. თუმცა რამდენად ამოწურვადია ის მუხტი, რასაც შენ ამბობ რა, რომ თუ თავიდან გაქვს ეს მუხტი, ბუსტავ და მე რამდენად ჭირდება თქვა ჩართულობა ის, რომ მიმართულებები მისცე ის, რომ ახალი ბიძგი მისცე ის, რომ ხედვა განუახლო რა პერიოდი გრძელდება ის მუხტი, რაც თავიდან ბიძგივით აქვს. რამდენად შეაჭირდება შენი ჩართულობა? რამდენად მოუსვენარია ფაუნდერი გაჩნია რა. ანუ ეხლა მე ყოველთვის ვიყავი მოუსვენარი და ეხლაც ეგრე ვარ. მოკლედ ვერ ვისვენებ ერთ ადგილას დიდხანს რა. ანუ თუ შენ ხედავ რომ შენი თავი იქ იწურება, მე ვერ ვხედავ რა პრობლემას რომ სხვა ადამიანმა მართოს თუნდაც შენი აწყობილი ბიზნესი. თავარი, ანუ მოკლედ ყველაზე მთავარი ალბათ ნებისმიერ ბიზნესში არის ხედვა, კულტურა და მოკლედ როგორი გინდა რომ იყოს ეს. მე მქონია, მე მაქვს გამოცდილება exit-ის, როცა მაგალითად აღარ მართავ ბიზნესს და მთლიანად გამოვედი და გავყიდე ჩემი აქტივები და ანუ მქონია ისეთი გამოცდილებები, სადაც მე თვითონ ვთქვი, რომ მოკლედ აქ ჩემი ხედვა, მოკლედ აქ ამოიწურა ის ვიჟენი რა ვიჟენშიც მე მოკლედ მოვდიოდი ხედავ რომ მაინც ვითარდება, ანუ აქ იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ჩემი ვიჟენი აღარ არის და ვეღარ ის, ანუ აქ საუბარია, რომ მე უბრალოდ ამაში ჩემ თავს ვერ ვხედავ რა. და ეს შეიძლება იყოს სფერო, შეიძლება იყოს გუნდი, შეიძლება ანუ მოკლედ ბევრი რაღაცა. იზრდება ძალიან მაგრად, ვითარდება ძალიან მაგრად და ყოველთვის გულშემატკივრობ, ნებისმიერ ჩემ თუ სხვის ბიზნესს. მაგრამ ის ხედვა, მოკლედ აღარ არის, რაც დაუშვათ, რა ვიცი, მე და შე რომ მართოთ, ან მე და ვიღაცამ, ან ვიღაცამ და ვიღაცამ. და ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ ძალიან გავს ბიზნესი მფლობელებს, იმ მფლობელებს, რომლებიც ჩართული არიან რა ამ ბიზნესში. მე უკვე როცა შენ გადადიხარ დაუშვათ იქ რაღაც მენეჯმენტი მოყავს, რაღაცაებს აკეთებ, ის ბიზნესში შენ ნაკლებად გემსგავსება რა. მაგრამ რა თქმა უნდა, თუ ჩარეხად ჩვენ გვაქვს ეგეთი გამოცდილებები, რომ ბორძე ვარ ჩართული და უშაც არ და კონკრეტულად იქ vision set-ია რა, რომ აი როგორ ავითარებთ ამის, საით გვინდა რომ რას გვინდა რომ გავდეს, კულტურა როგორი უნდა იყოს და ასე შემდეგ. შეიძლება არ იცი, მაგრამ ჩემთვის შენი გზა ბევრჯერ გვილაპარაკია და მაქვს ბედნიერება რომ გქონდეს ხოლმე რაღაც ისეთი საუბარი, ინსპირაციის წყარო ყოფილა და საინტერესო არის ის გზა რაც გაიარე, იმიტომ რომ რაღაცა ჩემ აღმოჩენებს ვაკეთებ ხოლმე. შენ ეხლა ხარ ამ ბიზნესში, რომ შენ რეკომენდაციებს გასცემ, თქო, მუშაობ მენეჯერებთან ან ბიზნესებთან და რამდენად ან რა რჩევა ან რეკომენდაცია შეგიძლია მისცე საკუთარ თავს იმ გზის გავლის შემდეგ და იმ ანალიზის შემდეგ, რაც თუნდაც აი IT-ზე სწავლის პერიოდიდან მოყოლებული საზღვარგარეთ ცხოვრებით და დღეს უკვე აგერ წარმოებაში და უკვე სხვების რეკომენდაციის მიცემის ფუფუნება რო გაქვს და შესაძლებლობა, საკუთარ თავს რა რეკომენდაცია შეგიძლია რომ მისცე აი ამ მთელი ამ გზის გავლის გადახედვის შემდეგ? კარგი კითხვა. ალბათ ის რომ იფიქრე უფრო დიდზე რა და ნუ გეშინი. ანუ მოკლედ რა თქმა უნდა ნულიდან როცა იწყებ შეზღუდული ხარ რა, ეხლა არა ვერავინ აკეთებს რაღაცა 100 მილიონიან პროექტს ნულოვანი კომპანია. მაგრამ მეორე ნაწილია რომ ყოველთვის უფრო დიდზე იფიქრო. ანუ აი ეს არის ხოლმე ალბათ ყველაზე დიდი ჩელენჯი, რომ ეხლა მე ვარ რაღაცას ვაკეთებ, აი აქ გონია რომ ეს ძალიან დიდია და საინტერესო და რა თქმა უნდა არის, მაგრამ აი ამაზე მეტი და ამაზე დიდი რა შეიძლება იყოს რა. ეს შეგვიძლია დავიყვანოთ როგორც ინდუსტრიიდან დავიწყოთ, რა სფეროშიც ხარ, რამდენად გაზრდადია, ან scalability, რამდენად შეიძლება რომ, რა ვიცი, გახვიდე საზღვრებს გარეთ და შეგვიძლია ავიყვანოთ ეკონომიკამდე და ზოგადად სამყარომდე და რამდენად იმ პრობლემას აგვარებს, რაც სამყაროში ბევრს აქვს. და როგორც წესი, აი დიდი ფაუნდერები ვინც არიან და ძალიან inspirational ფაუნდერები ვინც არიან, ყოველთვის აქვთ ხოლმე, რომ ისინი აგვარებენ ძალიან დიდ პრობლემას, რომელიც სამყაროს აქვს და არა რაღაცა ნიშას მაგალითად.
თუმცა დასაწყისისთვის ყველა იწყებს ნიშით რა. ანუ ვიჟენი ჩემი ანუ ხედვა უნდა იყოს სამყაროზე დიდი, მაგრამ შესრულება უნდა იყოს ალბათ ნაბიჯ იმ დიდი მიზნების მისაღწევად. რო დაუბრუნდეთ საქართველოს და როგორც აღნიშნე გაქვს შესაძლებლობა რომ იმუშაო როგორც ქართველ ბიზნესებთან და მენეჯერებთან, ისე უცხოელებთან და ასევე შენ თვითონ გაქვს შენი საკუთარი ბიზნესი საქართველოში, რომელსაც მართავ პირდაპირ თუ როგორც დამფუძნებელი. რა შეგიძლია განმასხვავებლად, ან უპირატესად ჩათვალო, რატო შეიძლება რომ საქართველოს რა შეიძლება გქონდეს კონკურენტულ უპირატესობად, როგორც იურისდიქცია, როგორც ბიზნეს ლოკაცია, რომ შესთავაზოს მსოფლიოს. ბევრი რამე, ანუ რა თქმა უნდა, ეხა როგორც ყველა პატარა ბაზარი ლიმიტირებულია საქართველოს ზრდის ნაწილში, ულიმიტოდ ზრდა ალბათ ყველა ბაზარზე შეზღუდულია, მაგრამ რა თქმა უნდა, ეხლა მათემატიკაზე ლაპარაკს არ დავიწყებ. არის რამდენიმე რაღაც, რაც ბევრად მარტივია რა. პირველი ცალსახად ის, რომ რა ვიცი, მარტივად აფუძნებ კომპანიას, running cost-ი, ანუ ასე ვთქვათ, ხარჯი და ახალდაბზებული კაპიტალი არ გჭირდება, საინვესტიციო შეიძლება. ხო, კაპიტალი არ გჭირდება, საგადასახადო სისტემა, ის ტონური მოდელი, ეგრეთ წოდებული, არის ძალიან ზრდაზე ორიენტირებული, რომ სწრაფად გაიზარდო და მე მგონია, რომ მაგარი ლაბორატორიაა რა. დატესტო რაღაც, გაქვს კავშირები, ხედავ, რა თქმა უნდა, თუ მოთხოვნა საქართველოში არ არის და რაღაცა და უშუალოდ ძალიან ჰაი-ტექს აკეთებ, შეიძლება პირდაპირ რაღაცა სხვა ქვეყნებს და სხვა ეკონომიკებს დაუმიზნო, მაგრამ მაგარი ლაბორატორია გაქვს რა, დატესტო, თუ ისეთ პროდუქტს ქმნი, რომელსაც საექსპორტო პოტენციალი აქვს, აწარმოო და გაიტანო, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შეხვიდე, რა ვიცი, მიიღო საგადასახადო შეღავათები, ძალიან ბევრი პლუსი აქვს. და როცა მიდიხარ იქ, რომ ახლოს ხარ რაღაცა ბაზრის წილთან, იფიქრო განვითარებაზე. და ის წეგან რაც ვილაპარაკე, რომ დიდზე ფიქრი, ზუსტად ეგ არის, რომ როგორ შეიძლება, რომ შემდეგ ნაბიჯებზე ძალიან ლოგიკურ კითხვას დაგისმევ შემდეგს, იმიტომ რომ ეხლა თქვით რა უპირატესობები არის. მაგრამ მოდი ასეთ ტერმინს დავარქვა, რა გამოწვევები აქვს მაშინ საქართველოს, იმიტომ რომ ორივე მთანხმდებით, რომ ჯერ კიდევ არ არის ათვისებული ის პოტენციალი და შესაძლებლობები, ხო? რა აბრკოლებს რაღაცა გამოწვევები. არ მინდა რომ სხვა სიტყვა დავარქვა. კი, გამოწვევები მოკლედ ყველგან არის, რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანაში, ყველა ეკონომიკაში არის. საქართველოზე ну ფიქრობ რამდენიმეა, რაზეც ალბათ უმეტესობა ბიზნესის თანხმდებით არის გეოპოლიტიკური რაღაცები, რასაც ვერ შევცვლით. ალბათ რაღაცა instability, ანუ არასტაბილურობა, რომელიც მოკლედ ბიზნესისთვის ძალიან ესეთია რთული დიდი გავლენა აქვს. განსაკუთრებით ახლა მაგალითად ჩემი მეგობრები ჰორეკა ბიზნესიდან რთულია რა, ჯერ კოვიდი, მე რაღაცა პოლიტიკური არასტაბილურობები, რაც საბოლოო ჯამში დიდ გავლენას ახდენს ბიზნესზე და მათ შორის რა ვიცი, ძრავი ქონება და ასე შემდეგ რა. სექტორს გულისხმობ. გარდა მაგისა, ვფიქრობ, რომ მოკლედ რაღაცა ნიშის არჩევა არ ამგონია რომ ეს იყოს მაგალითად ერთი კონკრეტული პროდუქტი ან ინდუსტრია, მაგრამ აი რაღაცა დაუშვათ 3 ან 5 ინდუსტრია, რომელსაც დიდი პოტენციალი შეიძლება გქონდეს, რომელსაც გვერდიდან განათლებას მივაბავდით, რომელთაც მოკლედ ერთიანად რაღაცა ეკოსისტემას. როგორც მაგალითად ესტონეთი რა, რომელმაც ძალიან ათლად მილიონიანმა ქვეყანამ მოახერხა ის, რომ ტექ-ჰაბი და ვიცი რომ შენ კარგად იცნობ ამ ბაზარს და შეხება გაქვს, ტექ-ჰაბად იქცა და ეს ტექ-ჰაბად გადაქცევა დაიწყო სკოლიდან რა, პირველი კლასიდან დაიწყეს. მოახერხეს ის, რომ შექმნეს ხელსაყრელი საგადასახადო სისტემა, მოახერხეს ის, მოკლედ, რავი, რაღაცაზე შეთანხმდნენ და ბოლოს კოდეც იუნიკორნის Skype-ის სახით. ხო, და არა მარტო Skype-ი, ბევრი იუნიკორნები ყავთ. არ ვადარებ და არ ამგონია, რომ სწორი იყოს ქვეყნების შედარება, როგორც ადამიანების შედარება, უბრალოდ ჩემთვის როგორც ტექში და სტარტაპ ეკოსისტემაში რაღაცა, ასე ვთქვათ, გათქვეფილი ადამიანისთვის ძალიან კარგი მაგალითი არის რა და
მქონდა შეხება ესტონეთთან თუ არ ვწდები იყო 2017 თუ 18 პირველად და შარშან მომიწია ჩასვლა რა და სხვაობა როგორც ქვეყანა ასევე ადამიანები ეკოსისტემა იყო ძალიან დიდი რა. რა თქმა უნდა საქართველოშიც იგივეა. მე მქონდა შეხება რაღაცა პირველი ტექპარკი რო გაიხსნა და რაღაცა ძალიან ენთუზიაზმით ვიყავი და მინდოდა და ვიღებდი მონაწილეობას რა დონეზე ჩემეცლო ამ ეკოსისტემაში და დღეს არის რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია, ბევრად განვითარებულია ჩვენი სტარტაპ ეკოსისტემა, როგორც ფაუნდერებით, პროდუქტით, თვითონ კომპანიებით, ძალიან შორს. რა თქმა უნდა, ეს ტექი იქნება, ეს იქნება ღვინო, ტურიზმი თუ არ ვიცი, რამე სხვა, fiduciary services, რაღაცნაირად მე მგონი უფრო გაამარტივებს განათლების და ასე შემდეგ ამბებს რა. მადლობა დავით, სანამ დასასრულისკენ გადავალთ, მე მინდა რომ ჩვენი პარტნიორისგან საჩუქარი გადმოგცე, ჩვენი პარტნიორი საერთაშორისო საგადასახადო საბუღალტრო იურიდიული საკონსულტაციო კომპანია დიმედია გამოგადგება საჩუქრები, იმიტომ რომ პრაქტიკული საჩუქრებია ჩვენი აზრით. მადლობა კიდევ ერთხელ დროის გამონახვისთვის, იმიტომ როგორც დასაწყისში აღნიშნე, პირველივე სეზონიდან მით უმეტეს შენ როგორც ამ იდეის თანაავტორისგან მინდოდა რომ ყოფილიყავი პირველი სტუმარი, ერთ-ერთი პირველი სტუმარი, თუმცა ამის შესაძლებლობა ახლა მეორე სეზონში მომეცა და აუცილებლად გამოვიყენე. მადლობა საჩუქრისთვისაც და შესაძლებლობისთვის რომ გვესაუბრა. მე ვარ ძალიან დიდი გულშემატკივარი ბითოქსის რა, იმიტომ რომ პირველი იმიტომ რომ რაღაცა მონაწილეობა მივიღე, მაგრამ მეორე უფრო მნიშვნელოვანი მაგაზე ალბათ ის არის რომ ის იდეა და ის ხედვა რაც იყო, ის გრძელდება და ამას შენ წარმატებით აკეთებ. და მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს რაღაცა პლატფორმა, რომელზეც ახალგაზრდები თუ არა ახალგაზრდები მოვლენ და ისაუბრებენ და ეს იქნება რაღაცა ისეთი უშუალო და საინტერესო საუბარი. ძალიან დიდი მადლობა ამისთვის. მადლობა და წარმატებები. წარმატებები. მე ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია, ანუ ის ხედვა რაც აქვს Bitox და საითაც უნდა წასულიყო მიდის და მადლობა ამისთვის და ჩემი აზრით, მოკლედ ნებისმიერი პლატფორმა, რომელიც მოახერხებს, რომ რაღაც სათქმელი მიიტანოს ადამიანებამდე ინსპირაცია მისცეს თუ რა ვიცი, რაღაცა კონკრეტული რჩევა მისცეს თუ იმ რაღაც წარმატებულობიდანაც რაღაცა გააზიაროს, მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანია და წარმატებებს გისურვებ. მადლობა. მქონდა ბედნიერება, რომ Bitox-ის ერთ-ერთ თანაავტორთან ერთად ჩაგვეწერა ეპიზოდი, იმიტომ რომ დათში გარდა წარმატებული ბიზნეს მართვისა თუ წარმატებული ბიზნესის მესაკუთრეობისა, ძალიან საინტერესო მოსაუბრეა. და ყოველთვის მქონდა იმის დეფიციტი, რომ ჩვენი შეხვედრები იმდენად საინტერესო იყო ხოლმე, რომ ეს ვფიქრობდი, რომ საინტერესო იქნებოდა YouTube-ის მან სხვა პოდკასტების მსმენელებისთვის თუ მაყურებლებისთვის. ასე რომ ეს შესაძლებლობა გამომიყენე, იმედია რომ მართალი ვიყავით და თქვენც მოგეწონათ ეს ეპიზოდი, საინტერესო იყო აღმოჩენებით ან ის ინფორმაცია, რაც ამ ეპიზოდიდან მოისმინეთ. ასე რომ ჩვენ ყოველთვის ვეცდებით, რომ საინტერესო ადამიანები მოვიწვიოთ ხოლმე ჩვენს ეპიზოდებში, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაელოდეთ ახალ ეპიზოდებს და მოვალ შეხვედრამდე ჩვენ შემდეგ ეპიზოდში აუცილებლად შევხვდებით.